მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან სულ მადლობა იმის, რომ გამოწერილებთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მისგონთ გადაცემით მე ვარ კატა. დიდი ხანი არ გამოვჩენილ ვარ. დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე და დღეს რაღაცნაირად მივხვდეთ, რომ საკმაოდ ბევრი საქმე მქონდა, მაინც ძალიან მომენატრა თქვენთან კომუნიკაცია, თუნდაც ეს და მინდა რომ გავაკეთოთ თქვენთვის გაშლა ყველაზე მეტად მოთხოვნადი რაც არის ეს არის პარტნიორული ურთიერთობა და ვნახოთ ვინ მოვა სასაუბროთ, რას დაგველაპარაკება, რა მდგომარეობა არის ხო, რა ურთიერთობა არის ახლა, ну არ ვიცი, წინასწარ არ განსაზღვროთ ეს წარსული არის თუ აწმყარი თუ მომავალი. ასე რომ ნახოთ თვითონ ვინ მოვა ჩვენთან სასაუბროთ. თან ეს დასტაც ძალიან დიდი ხანია. არ გამომიყენებია და ძალიან დღეს მივხვდი რომ ვარჩევდი დასტას. რაღაცა თვითონ დამელაპარაკა დიდი ხანია. არ გამოგიყენებია რომ ესე მითხრა და მოდით ამ დასტით იყოს ფისუნიების დასტით. და ნახოთ რას დაგველაპარაკება. ადამიანი ვინც მოვა ჩვენთან სასაუბროთ. პირველ რიგში რა თქმა უნდა ვნახოთ ვინ მოვიდა ჩვენთან სასაუბროთ, ვინ არის ეს ადამიანი. სხვათა შორის ეს ადამიანი ძალიან სექსუალურია, საინტერესოა. ამ ადამიანს შეუძლია ისე და იმგვარად მოახდინოს ადამიანებთან კომუნიკაცია, რომ სურო საჩხუბრად იწევდეთ, სურო დახრჩობა გინდოდეთ, ეს ადამიანი ნამდვილად მოახერხებს იმას, რომ თავისად შემოატრიალოს სიტუაცია. ესე ვიტყოდი და დავახასიათებდი კიდე ამ ადამიანს, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც თუ კი რაიმე მიზანი ექნება, თუ კი რაიმე ჩანაფიქრი ექნება, ამ სიტყვას არ გადავა. აუცილებლად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიაღწიოს თავის მიზანს. კიდევ ვინ არის? ეს ადამიანი ხარ შესაძლებელია სხვადასხვა სიტუაციით იყოს მდგომარეობა, ვიღაცისთვის იყოს ის მომენტი, როდესაც ადამიანი არის, თქვათ, დისტანცირებული ფიზიკურად, ხო? ანუ ეს ადამიანი იყოს სხვა ქვეყანაში, სხვა ქალაქში, ხო, რაღაც მსგავსი. თუმცა შესაძლებელია რომ აქ იყოს რაღაცნაირი სიტუაცია, როდესაც ადამიანი, რომელსაც თქვათ დაშორდით, ხო, ანუ რომელიც ამ ეტაპზე თქვენთან არ არის ესეთი ესეც შეიძლება იყოს, ხო, ესე ვთქვათ. თუმცა რატომღაც მგონია, რომ უფრო დისტანცირებული ადამიანი არის რაღაცა სხვადასხვა ქალაქებში ხართ. რატომღაც ესე უფრო მგონია. თუმცა ნახოთ. ადამიანი ახლა არის როგორ მომენტში იცით, აი, როდესაც გადაწყვეტილებებს იღებს, როდესაც თავის მიზნებისკენ როგორ წავიდეს ამას გეგმავს, მაგრამ ამავდროულად თითქოს როგორი მომენტია იცით, უკან იყურება. მე შეიძლება ის მომენტიც იყოს, რომ ადამიანი გეგმავდეს ქვეყნიდან გასვლას, გეგმავდეს სხვა ქალაქში გადასვლას, გეგმავდეს სხვა ნაპირზე წასვლას, სხვა ცხოვრების სხვა გზაზე. ეს გეგმაში აქვს, ეს უკვე თითქმის გადაწყვეტილი აქვს ამ ადამიანს, მაგრამ ნახეთ, რაღაც მომენტში შეიძლება უკან იხედებოდეს, ხო, უკან იხედებოდეს ან ურთიერთობისთვის, ან რაღაცა მდგომარეობისთვის, რომელიც არ ემეტება დასათმობად, ესე რომ ვთქვათ, ხო, რაღაც ეს მომენტიც შესაძლებელია იყოს. კარგი, თქვენ ხართ, მოდით აბა, თქვენი ხართ, თქვენ როგორი ადამიანი ხართ? თქვენ რატომღაც თქვენ ცოტა იცით როგორი მომენტი არის, ნახეთ, თვლით რომ ეს წასვლა თქვენთვის ძალიან მტკივნეული იქნება, რაღაცა ცვლილებები, რომელიც უნდა, ნახეთ, აუცილებლად უნდა გააკეთოთ, თქვენთვის რატომღაც ფიქრობთ, რომ იქნება ისეთი ცვლილება, როდესაც ემოციურ ფიზიკურ დონემდე შეიძლება რომ დავიდეს ხო ტკივილები.
რატომღაც ესეთ სიტუაციას მიჩვენებს. რაღაცნაირად როგორი მომენტია იცი თითქოს ადამიანი, როდესაც მიდის გზაზე, არ იცის სად მიდის და არც უნდა რომ მიაქციოს ყურადღება თუნდაც რაღაცა იმ გზაზე წასვლის დროს იმ ნიშნებს, რომელსაც სამყარო გამოუგზავნის, ხო, რაღაცა მინიშნებებს, რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ აი ამ ნახეთ აუცილებელ გზაზე გაგიმარტივოთ სიარული, ხო? ეს მომენტი, რასაც ქვია გასვლა და წასვლა რაღაცა ახალი ეტაპებისკენ, ეს არის თქვენთვის გარდაუვალი და აუცილებელი, ესე რომ ვთქვათ, ხო? ნუ ახლა შეიძლება ვიღაცისთვის რაღაც ადამიანი წასული არის ურთიერთობიდან, როგორც აღნიშნე და ეს წასვლა თქვენთვის, ნუ თქვენც უნდა მიაქციოთ ზურგი და წახვიდეთ და რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია და გაურკვეველია, თუმცა შესაძლებელია ადამიანი აპირებს წასვლას, მაგრამ თქვენც გთავაზობთ, ხო? ნუ ნახოთ, ჯერ არ ვიცი თქვენ შორის რა ურთიერთობა და ვთქვათ, და განვიხილავ ესე და თქვენც გთავაზობთ სადმე წასვლას, მაგრამ თქვენთვის ძალიან მტკივნეულია და რთულია, იმიტომ რომ ვთქვათ, აქ კარიერა გაქვთ, აქ ოჯახი გაქვთ, აქ რაღაცა გაკავშირებთ, მეგობრები გაქვთ, ხო? რაღაც ისეთი სიტუაციები გაქვთ, რომელთაც ძალიან კარგად გონთ თავს, ძალიან ბედნიერიც ხართ და ნუ ახლა არ გინდათ ხო რაღაც შეიცვალოთ და მიდიხართ იქ, სადაც არ იცით რა და როგორ იქნება და სადაც არ ხართ არანაირად ინფორმირებული, ხო? აი თუნდაც რომ წახვედით, იქ რა მოხდება, ხო? კიდევ ვინ ხართ თქვენ? ხო, ანუ აქ მე მგონი უფრო წარსული მომენტი მიჩნდება. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ყურადღება, რომელიც არის ძალიან თბილი, რომელსაც ძალიან უყვარს, როდესაც თავზე ხელს გადაუსმევენ და ეფერებიან, ხო, რაღაც ესეთი მომენტები, როდესაც ადამიანს ხშირად ეუბნებიან, რომ მოენატრათ, რომ ავსებთ, რომ ნიშნულოვნები არიან, ხო, ძალიან ესეთი მართლა ფისო ადამიანები ხართ. ესე რომ ვთქვა, ხო, ანუ ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა თუნდაც, ხო, რაღაცა, ნუ არა ეგოისტურად, არამედ აი უბრალოდ ესეთი გულჩვილი ადამიანები, რომელსაც ძალიან უყვართ რაღაც ეს მიაოს პოზაში ყოფნა, ხო, რატომღაც ესეთი ინფორმაცია მოდის და ძალიან რთულია ხარ თქვენთვის რაღაც ესეთი იმ დალაგებული და დაწყობილი სიტუაციების არევა, როგორც ჩანს და იმიტომაც ხართ ესეთ მდგომარეობაში. კარგით, ნახოთ, აბა თქვენ შორის რა ხდება. რა ხდება თქვენ შორის, რა ხდება? ხო, აქ როგორი მომენტია, იცით, თქვენ შორის რა ხდება და რაღაცნაირად ესე ვიტყოდი, რომ თქვენ არჩევანის წინაშე გახართ, სად უნდა წახვიდეთ და როგორ უნდა წახვიდეთ. არჩევანის წინაშე თქვენი ურთიერთობა დგას როგორი სიტუაციის მდგომარეობაში, იცით? მე ვერ ვიტყვი, რომ თქვენ ურთიერთობა არ გაქვთ. ფლად წარსულის ურთიერთობაც არ არის. ეს არის რაღაცა უფრო მართლა ის მომენტი, როდესაც ადამიანი იცვლის გეზს და თქვენ არ ხართ ჯერ იმისთვის მზად, რომ ამ ადამიანთან ერთად გააგრძელოთ სადღაც სხვაგან სიტუაციები, ურთიერთობა, რაღაც სანაცხოვრება იქნება ეს უბრალოდ სადღაც წასვლა. და რაღაცნაირად გაქვთ ის მომენტი, როდესაც ცდილობთ ინფორმაციულად გაერკვეთ. ერთის მხრივ შესაძლებელია აქ ის მომენტიც იყოს, თუ მხოლოდ ეს ადამიანი აპირებს თქვენგან გასვლას ან წასვლას, თქვათ გასული ხა სხვადასხვა ვარიანტებია, ხო, საჯაროა გასვლა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ აქ ადამიანი არ არის ჯერჯერობით ბოლომდე წასული, აქ ადამიანი რაღაცას გეგმავს და თქვენთვის ეს რაღაცა გეგმები ძალიან ესეთი მტკივნეულად არის თითქოს, ხო? რაღაც ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება რაღაც ესე უცბად
რაღაც ერთ თვეში ვთქვათ, შეცვალო შენი ცხოვრების სტილი ხო, შენი გეგმები, რაც ქონდა აქამდე დალაგებული, რაღაც ეს მომენტი უფრო მომდის აქ. ვცდილობთ რომ რაღაცნაირად ამ ადამიანთან გქონდეთ ისეთი კომუნიკაცია, რომ გაერკვეთ, კარგი გადავდგით ნაბიჯები და მერე რა არის, ხო? ანუ მერე სად მივდივართ, მერე როგორ იქნება ეს ყველაფერი. აქ რაღაცნაირად თითქოს უფრო გარკვევის მომენტი არის თქვენს ურთიერთობაში. აქ რაღაცნაირად ხო, აქ გარკვევის მომენტი არის თქვენს ურთიერთობაში, ესე ვიტყოდი. აქ ცოტა ისეთი მომენტი არის, სადაც არ ხართ ბოლომდე დარწმუნებული. ნახეთ, შეიძლება ადამიანის ქმედებები იმდენად უცნაურია თქვენთვის და იმდენად რაღაც ესეთი ერთი სისტემიდან რადიკალურად მეორე სისტემაში გადავიდეს ადამიანი, რომ ცოტა არ იყოს და ეჭვები გაგიჩნდათ, ხო? რას აკეთებს, რატო იქცევა ესე, რას მალავს თქვათ თუნდაც, ხო, ჩემთან მიმართ, ამიტომ რომ ცოტა ესე ვიტყოდი, ცოტა ილუზიურად ხედავთ ამ ყველაფერს, ხო? რაღაც ესე უცბად შევცვალოთ ყველაფერი, რაღაც ესე უცებ რაღაც გადავდგათ ნაბიჯები სხვანაირად, რაღაცა გავაკეთოთ არჩევანი იმასთან მიმართებაში, რომ ყველა და ყველაფერი დავივიწყოთ და მარტო სადღაც ჩვენთვის წავიდეთ, ცოტა ესეთი მომენტია, ხო? თან რაღაც მომენტში შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი ვთქვათ, ბოლომდე თქვენთან ერთად წასვლასაც არ გეგმავს თითქოს. აი, რო იტყვიან ცალიყვით ნათქვამი, რაღაცა წავალ და მე ერთად შენ წაგიყვანან, ცალიყვით ნათქვამი, რომ აი მე წავალ ხა და რაღაცას დავალაგებ და მე შენ ჩამოხვალ, თუ რა ვიცი მე ჩამოვალ და მე ესე ვიქნებით, ხო? აი, რაღაცნაირად გაქვთ ეჭვები და ვფიქრობთ, რომ ეს ადამიანი რაღაცნაირად ცოტა ილუზიაში გამყოფებთ, რაღაცას იტყუება და ხომ არ აკეთებს არჩევანს თქვენსა და ვინმე სხვა შორის, რატომღაც ეგ მომენტიც გიჩნდება თითქოს. ვინმე სხვა, მოდით ესე ვთქვათ, მაინდა-მაინც ნუ ვიტყვით, რომ ვიღაცა სხვა პარტნიორი, ვთქვათ, თუნდაც მისი მშობლები, ხო? ან მისი დედა, რომელთანაც ვთქვათ, ძალიან კარგი იდეალური ურთიერთობა აქვს, დედა ყველაზე ძვირფასია, დედა ყველაზე კარგია, ნამდვილად ეგრეა, მაგრამ როცა ორ ადამიანს ეხება ურთიერთობაში ჩარევა, ნამდვილად არ არის, ხო? დედის მხრიდან სწორი ქმედება. და აი აქ რაღაც ის მომენტი არის, თითქოს ეს სიახლე გასაგებია, მაგრამ ბოლომდე რაღაცნაირად არ ხართ ამ ყველაფერში დარწმუნებული, თითქოს ამ ადამიანის სიტყვები და ქმედება რატომღაც ძალიან აცდენილია ერთმანეთს. აი, მისი სიტყვა და თან ერთს ფიქრობს, მეორეს ამბობს, მესამეს აკეთებს, რაღაცა იმდენად ესე ვიტყოდი, არეულად აკეთებს ამ ყველაფერს, რომ გიჩნდებათ ეჭვი. აი, თქვენს შორის ახლა მე ვერ ვამბობ იმას, რომ ბოლომდე წასულია ეს ადამიანი თქვენგან, მაგრამ ბევრი გაურკვეველი რაღაცა შეიძლება რაღაცა ცოტა ხანი პაუზაზე გავიდა, რომ რაღაცებს გადავალაგებ და ვფიქრდები, როგორ გადავგეგმო, როგორ რაღაცა მივიყვანო სხვა მდგომარეობაში, გადავიყვანო ჩვენი ურთიერთობა, ხომ მაინდა-მაინც მოდით ესე ვთქვათ, ტერიტორიულ წასვლაზე არ ვთქვათ, ხო? ვთქვათ რაღაცა კონკრეტულ ურთიერთობაში ვართ, რაღაცა შეყვარებულები გვქვია, რაღაც პარტნიორები გვქვია და გადავდივართ უკვე ვთქვათ მეუღლეების სტატუსზე, ხო? რაღაცა სტატუსის მომატებაზე, ხო? აქ თითქოს ადამიანიც რაღაცნაირად ფარავს, ესე ვიტყოდი და თქვენ ეს ვიცით როგორი მომენტი შეიძლება ინტუიციურად ხვდებით, რომ ბოლომდე ის არ არის, რასაც გეუბნებათ. აი, ბოლომდე ის არ არის, რასაც ეს ადამიანი აკეთებს, ხო? ანუ ცდება იმდენად, რომ არ გაქვთ ნდობა, ცოტა კითხვის, ანუ ბევრი კითხვის ნიშანია. შეიძლება უსვამთ კიდევაც კითხვებს ამ ადამიანს და ვთქვათ, ელოდებით პასუხს ისეც როგორღაც რომ გაერკვეთ, მაგრამ ნახეთ, ორაზროვან პასუხებს ეტოვებს ადამიანი და საბოლოო ჯამში ვერ იგებ, რომელი პასუხია მართალი, ხო? რაღაცა აი თითქოს ესეთ აი კითხვაზე, კითხვით რო გიპასუხებთ, რაღაცა ესეთი მომენტი არის თითქოს თქვენ შორის.
რომ იმიტრიალდნენ. კარგით, მოდით ნახოთ, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში. თქვენთან მიმართებაში ფიქრები რა აქვს ამ ადამიანს. ნახეთ, რა აქვს ფიქრები თქვენთან მიმართებაში. მე ესე ვიტყვი, რომ ამ ადამიანს სჭირდება თქვენთან ემოციური კავშირი, ნამდვილად, ამ ადამიანს სჭირდება თქვენთან სიმსუბუქე, ამ ადამიანს სჭირდება თქვენთან კომუნიკაცია, რიტყვენ ესე უწუპუჭუს მომენტები, ხო, რაღაცა თბილი სიტყვები, ემოციები, შეხვედრები, რაღაც ფინჯან ყავაზე, რა ვიცი, ვისაუბროთ საზოგადოოდ, ნებისმიერ, რა ვიცი, თუ გინდათ რომანტიკული საღამოები გქონდეს, ხო, სადღაც გავისეინოთ და ვარსკვლავები ვთვალოთ, ხო, რაღაც პოეზიის საღამო მოვაწყოთ, მაგრამ არა ოფიციალური ფორმა. ყველაფერს გააკეთებს და ფიქრობს, რომ აი მე ეს ყველაფერი მჭირდება, იმიტომ რომ მას აქვს ემოცია თქვენს მიმართ, მაგრამ როგორც კი ეს ადამიანი გაიაზრებს იმას, რომ ადრე თუ გვიან თქვენ ურთიერთობაში შეიძლება ამ ადამიანს მოსთხოვოთ, ან უბრალოდ მივიდეს იქამდე სიტუაცია, რომ თქვენ უნდა იყოთ ერთად, ეს ადამიანი ეგრევე გარბის. ეს ადამიანი ეგრევე ცდილობს, რომ რაღაცა დააპაუზოს, რაღაცა დრო მოგთხოვოთ, დაფიქრდეს, რომ შეცვალოს, რომ რაღაცა გადაალაგოს და ასე შემდეგ. ხო, ხდებით? ანუ ადამიანს უნდა თქვენთან ურთიერთობა. მე არ გეტყვით, რომ ამ ადამიანს არ უნდა თქვენთან ურთიერთობა, ოღონდ ეს ურთიერთობა არ უნდა აღემატებოდეს უბრალო ემოციურ მდგომარეობას. ეს ურთიერთობა არ უნდა აღემატებოდეს რაღაც სულიერი სიმშვიდის და რაღაც ღიმილის და აი რომანტიული საღამოების მდგომარეობას, ხდებით? ანუ როგორც კი აქ პასუხისმგებლობის მომენტი დგება, როგორც კი აქ ადამიანი ხვდება და ანალიზებს იმას, რომ შესაძლებელია უკვე რავი ხარ, რამდენი წელი შეიძლება, ხო, ადამიანები ერთმანეთთან შეყვარებულების სტატუსით იყვნენ, ხო, რაღაცა უკვე უნდა შეცვალონ, ნუ აი, 6 თვე, 1 წელი, 2 წელი, მაგრამ 5 წელი, 10 წელი, ხო, ანუ ცოტა რაღაცა ადეკვატურობამდე ხო და მივიდეთ ადამიანები, ხო? აი, როგორც კი პასუხისმგებლობის მომენტი არის, აი ეგრევე ამ ადამიანისთვის ყველაფერი, აი თვალზე ბინდი ეკვრება და სადღაც გარბის. აი თვალზე ბინდი ეკვრება და კარგავს ყველაფერს. ოღონდ რაღაცნაირად ეს ჯაჭვი, აი მე ხო არის, ანუ ესეთი საქმე ხომ ადამიანებს, რომ აი მე მინდა თავისუფლება. რას ვეძახით ამ თავისუფლებას, ოღონდ ვერ ხვდები. ანუ თუ არ შეიძლება ადამიანთან ურთიერთობაში იყო, გერქვათ ცოლი, ქმარი, რაღაცა სიყვარული არსებობდეს და იყოთ თავისუფლები. ანუ რატო ითვლება, რომ რახან ოჯახს ქმნია, ამიტომ ან ქალს, ან კაცს რა ვიცი, ჯაჭვები ედება ხელზე და ხდება მონა, ვერ ხვდები, მაგრამ ნუ რა ვიცი, ესე თვლის, ხო? თითქოს აი ეს მომენტი აქვს ამ ადამიანს, რომ აი რაღაცა სტატუსი და რომ მისცეს ამ ურთიერთობას და თქვათ ოჯახის შექმნას და იმიტომ რომ ემოცია აქვს თქვენთან, ხო? და ეს ემოცია გააგრძელოს კიდევ უფრო მეტად. შიში, მე მინდა თავისუფლება. მე მინდა თავისუფლება. აი ეს თავისუფლება ცოტა ისეთი მომენტია. მოდით ნახოთ აბა გრძნობებში რა აქვს ამ ადამიანს თქვენთან მიმართებაში, რას გრძნობს. გრძნობები თქვენთან მიმართებაში. თქვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ხარ. თქვენთვის ადამიანი პარტნიორი, რომელთანაც ყველა მხრივ არის იდეალურად მართლა. ნახეთ, იდეალური ურთიერთობები ზოგადად არ არის, ყველგან უნდა იყოს და ჩხუბიც და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ აი თქვენ ხართ ადამიანი, რომელთანაც იწუწუნებს, იტირებს, იცინებს, გაბრაზდება, ავი ერთ-ერთზე დალევს, რაღაცა სასწაულებს გააკეთებს და იცის, რომ თქვენგან არ ექნება რაღაც ისეთი
მომენტი, როდესაც რეებს აკეთებ ხო რაღაც, თქვენთან ეს ადამიანი გრძნობებით სავსეა. ვიტყოდი, ემოციები ამ ადამიანს აქვს თქვენს მიმართ, სიყვარულიც აქვს თქვენს მიმართ. ვერ ვიტყვი რომ არ აქვს და აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ გრძნობებით და სხვათა შორის აქტიურად აი რო იტყვიან ცოტა ეგოისტი ადამიანი თითქოს რაღაც მომენტში ვიტყოდი რომ ეს ადამიანი თქვენში ხედავს საკუთარ თავს. ეს ადამიანი თქვენთან ხედავს იმ ყველაფერს, რასაც თვითონ ფიქრობს, აკეთებს, ხო, რაღაცა ხასიათებით თუ გავხართ ერთმანეთს თუ რაღაცა მსგავსების მომენტი არის. პლუს მაგას ნახეთ, თქვენთან ძალიან კომფორტშია ეს ადამიანი, სულიერ კომფორტშია ეს ადამიანი და თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ამ ადამიანს რაღაცა ნახეთ არიან ადამიანები, რომელსაც რაღაც ერთ ადგილას ყოფნა, რაღაც ჩაკეტილობა, ხო, რაღაც ისეთი ჩვეულებრივი ცხოვრების სტილი აქვს, ხო, არანაირი აქტიურობა და რაღაცა ეს რაღაც ქაოსი, მაგრამ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ზუსტად იმ ქაოსს შეგაქვთ მის ენერგიებში, ოღონდ დადებითი ქაოსი ხვდებით, ხდით აქტიურს, ენერგიულს, საინტერესოს, ხო, რაღაცა თითქოს ავსებთ, ხო, დაცლილი, ისე ვთქვათ, ცოტა ესეთი ნათქვამია მე შოკი, ქართულად როგორ არის, რო არის, ხო, დაიცლება და მე რო ჩაყრი რაღაცა, რა ვიცი, ფქვილს, ხო, თუნდაც და რო წამოდგება და დადგება ფეხზე, ხო, რაღაცა, თითქოს თქვენთან კომუნიკაცია ამ ადამიანს ყველანაირად ავსებს. სამსახურში წავიდა, დაიცალა, იქ იმუშავა, დაიღალა, ნერვები მოუშალეს, თქვენთან მოვიდა და აბსოლუტურად ყველაფრით შეივსო, ოღონდ დადებითით შეივსო. აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ გრძნობები. მაგრამ ნუ თავისუფლება უნდა და რა ქნას. მოდით ნახოთ, რას მალავს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში, რას მალავს. მალავს იმას, რომ თქვენთან ურთიერთობა იმდენად უნდა და მზად არის იმისთვისაც, რომ ოჯახური ურთიერთობა შემოგთავაზოთ, მაგრამ მალავს იმას, ამას მალავს, იმიტომ რომ იმდენად უნდა თავისუფლება და იმდენად ეშინია რაღაცა, არ ვიცი, სიტუაციები არ მოხდეს ისე, რომ მოჯაჭვული იყოს თქვენზე, ანუ ნახეთ, შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანს ეს თავისივე გრძნობების მდგომარ 4 უმაღლესი არკანი მიდევს მაგიტა რას მალავს. რეალურად ესე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი მალავს იმას, რომ თქვენთან უნდა ურთიერთობა, თქვენთან უნდა მომავალი, თქვენთან უნდა და სურვილი აქვს იმის, რომ ცხოვრების მზის არკანის დასტის ფონი. ანუ ცხოვრების რაღაცა მაქსიმუმი მიიღოს და მოგცეთ, მაგრამ ეშინია ამ რაღაცა თავისი თავისუფლების დაკარგვის, ხო, რაღაცა ну არ ვიცი ხა თუ ადამიანი არის 45 წლის, 50 წლის, არ ვიცი ხა რამდენი წლის არის ეს ადამიანი, მაგრამ ну ყოველ შემთხვევაში თითქოს ნახევარი ცხოვრება გავლიე მარტო, ნახევარი ცხოვრება გავლიე რაღაცა ჩემთვის, როგორც მე მინდოდა, ისე როცა მინდა ვიღვიძებდი, როცა მინდა ვიძინებდი და არავის არ ვიყავი პასუხისმგებელი, ესე რომ ვთქვა და არავისთან არ მქონდა ისე განცდა, რომ რაღაცა ნეტა დღეს რა შვება, ნეტა სად არის, დავურეკო, დაველაპარაკო, მოვიკითხო, მივაკითხო, რაღაცა იხდებით და ეს ყველაფერი ამ ადამიანს რაღაცნაირად ძაბავს, ხო, ანუ უჭირს ამისი აღქმა, რომ რა ხდება მის თავს, ხო, რატო ემართება ესე, რატო არის ესე შეცვლილი ყველაფერი მის თავში, მის ცხოვრებაში, ხო, რატო ხართ თქვათ
ესეთი მნიშვნელოვანი იმისთვის, რატო ხართ ეს ადამიანი, რატო არის ის მომენტი, რომ თქვენთან რომ მოდის ყველაფერი ავიწყდება, ყველა ტკივილი, ყველა დაღლილობა, ყველა რაღაცა ესე და რაღაც იხსენებს ყველანაირ დადებით მომენტებს, ბავშვობიდან დაწყებული, რა ვიცი, შეიძლება 100 ჯერ აგაქვთ უკვე მისი ბავშვობაც მოსმენილი, ხო, რაღაც მომენტი, ყველაზე კარგ მომენტებს იხსენებს თითქოს თქვენთან, აი ამის ეშინია. რას გიმალავთ იმას, რომ მას აქვს იმისი შიშები, რომ ეს თავისუფლება, რომელიც რაც თulis, რომ თავისუფლება სჭირდება და ეს თავისუფლების მომენტის განცდა გვაქვს და ეშინია, რომ არ შევიდეს ჩიხში და ეს ჩიხი იყოს ის მომენტი, რომ ხელები ფეხები შეუკრას და ადამიანი დაასვეს რაღაც სკამზე და ეხლა შენ ვალდებული ხარ ეს გააკეთო, ეს გააკეთო. ანუ ხვდებით თითქოს რაღაც ეს პასუხისმგებლობების მდგომარეობის, თუმცა ადამიანი აშკარად ამბობს იმას, რომ მზად არის, რომ თქვენთან ერთად იყოს, თქვენთან ერთად იხაროს, იბედნიეროს, ხო, რაღაცა დასახოს მიზნები, რაღაც გააკეთოს ისეთი ქმედებები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. კარგით, მოდით ესე ვიკითხოთ. უახლოეს პერიოდში რა ქმედება ექნება თქვენს მიმართ? უახლოეს პერიოდში ქმედება თქვენს მიმართ. Ui. Ну, უახლოეს პერიოდში ქმედება, მე ესე ვიტყოდი, რომ მე მგონია, რომ ეს ადამიანი დაძლევს თავის შიშებს. მიუხედავად რომ თვარის არკანი არის აქვე და მზის არკანის მოყვება, მაგრამ მე ესე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი საბოლოო ჯამში დათმობს თავის პოზიციებს და შემოგთავაზებთ ოჯახს. ეს ადამიანი საბოლოო ჯამში მიხვდება, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენთან ის ურთიერთობა, რომელშიც ძალიან დიდ ემოციას აძლევთ. ის ურთიერთობა, რომელშიც თანაბრად არის გადანაწილებული ემოციები, ხო? ანუ რასაც დებს ორმაგს უბრუნებთ, ხო? რასაც გაძლევთ თქვენ ორმაგს ხდით ყველაფერს, ხო? ეს ადამიანი ამ ყველაფერს ძალიან კარგად იაზრებს, ძალიან კარგად ხვდება და მე ესე ვიტყვი, რომ მიუხედავად რომ ამ ადამიანს აქვს ძალიან ისეთი შიშის მომენტები, ცოტა სიფრთხილის მომენტები, აქვს რაღაცა ცოტა ეგოს მომენტიც ხო თავისი, მაინც რატომღაც მომდის ის მდგომარეობა, რომ საბოლოო ჯამში ეს ადამიანი აუცილებლად აღიარებს იმას, რომ თქვენს გარეშე მას ძალიან გაუჭირდება და ძალიან რთული იქნება ყოფნა. შეიძლება ეს ადამიანი გავიდეს რაღაცა დროით, წავიდეს თუნდაც ხო ქვეყნიდან, თუ რა ვიცი, ურთიერთობიდან და ასე შემდეგ, მაგრამ ესე ვიტყვი, რომ ეს ადამიანი მაინც მობრუნდება თქვენთან. იმიტომ რომ ძალიან რთული იქნება ამ ადამიანისთვის, ნამდვილად ძალიან რთული იქნება ამ ადამიანისთვის უთქვანოდ ყოფნა. და საბოლოო ჯამში მიხვდება, რომ ეს ერთადერთი მომენტი არის და ერთადერთი შანსი არის თქვენს გვერდით ყოფნა, რასაც ქვია ოჯახი. ნახეთ, როგორც ჩანს, ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება თქვენც მოგბეზდეთ, ხო, საბოლოო ჯამში ხარ უდემდე უნდა ელოდოთ ადამიანს და ნუ თქვენც გადადგათ, იმიტომ რომ თქვენც ხართ იმ ენერგიებში, რომ უნდა გახვიდეთ და რაღაცა სხვა გზა ნახოთ, ხო, რაღაც მომენტში. და მიხვდება ეს ადამიანი, რომ ერთადერთი მდგომარეობა არის ის მომენტი, როდესაც შექმნის თქვენთან ოჯახს, მხოლოდ მაშინ შეძლებს იყოს ბედნიერი, ხო, იყოს თქვენს გვერდით და იყოს თქვენთან ახლოს, ისე რომ მისი ქმედებები ძალიან სასიხარულო არის და ვიმედოვნებ, რომ ბევრთან იქნება ეს მომენტი და ბევრ ადამიანს გაგახარებთ, ვისთვისაც რეზონირდება ეს მდგომარეობა, ну აშკარად ადამიანი
საბოლოო ჯამში ხვდება იმ სიტუაციას და ხვდება იმ მდგომარეობას, რომ ეს არის მისი შეიძლება ითქვას უკანასკნელი შანსი, რომ ჰქონდეს ოჯახი. რასაც ოჯახი ქვია, ხვდებით? რომ ჰქონდეს სიმყუდროვე და ეს არის ის მომენტი და ის მდგომარეობა, როდესაც თითქოს სამყაროც ეუბნება, რომ თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ ერთად. ესე ვიტყოდი, რომ ეს არის კარმული ურთიერთობაც. რაღაცნაირად მე ესე მომდის, არ ვიცი ესე რატომღაც ესე მომდის ინფორმაცია, რომ თითქოს ეს ურთიერთობა ძალიან ბევრ წელს მოიცავს, ხვდებით? ეს არ არის რაღაცა ერთკვირიანი, ორკვირიანი, ორთვიანი თუ რაღაცა ერთწლიანი ურთიერთობა თითქოს. რაღაცნაირად მომდის ის მდგომარეობა, რომ აქ რაღაცა თითქოს ადამიანები იყვნენ რაღაცა დროს ერთად, მერე დაშორდნენ, რაღაც თითქოს ცალ-ცალკე ცხოვრებას ეწეოდნენ და მერე ისევ გამოჩნდნენ ერთმანეთს, ხვდებით? ესე რომ აქ თქვენი ურთიერთობა, ესე ვთქვათ, სამყაროსგან მოტრიალდება იმ მდგომარეობაში, რომ საბოლოო ჯამში თქვენ გამოხვალთ იმ სიტუაციებიდან, იმ მდგომარეობიდან, როგორშიც ახლა ხართ, გაურკვევლობაში და ესე ვთქვათ, ქაოსში, რომ თითქოს ვერ ხედავთ გამოსავალს, ვეღარ ხედავთ უკვე სად მიდის და რა უნდა საერთოდ და გაქვთ შეიძლება ითქვას საკუთარ თავთანაც რაღაცნაირი ბრძოლები. მაგრამ აქ აშკარად ურთიერთობა უფრო სერიოზული სამყაროსგან უფრო სერიოზული კუთხით მიმდინარეობს და რაღაცა თითქოს ამზადებს იმისთვის, რომ თქვენი ურთიერთობა საბოლოო ჯამში რაღაცა ახალი პერსპექტივებით, ახალი ემოციებით დაიწყოს და იმუშაოთ, ხო, რაღაცა ურთიერთობაზე, მომავალზე და შექმნათ თქვენი სტაბილური, ემოციური, ბედნიერი მომავალი, ხო, აი რაღაც ესეთი მომენტი მოდის. მოკლედ, მე ბედნიერებას გისურვებთ, ძალიან კარგი მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ცოტა ესეთი ქაოსში დაიწყო ამ ადამიანმა, ძალიან კარგად ამთავრებს და იყოს ეს ასე, როგორც ბრძანა ოჯახი, ბევრი ადამიანისთვის გული გაეხარებინოს თავის პარტნიორს და მე ბედნიერებას, სიყვარულს და წარმატებას გისურვებთ. დროებით.